გამარჯობათ, მოგესალმებით, მინდა გითხრათ, რომ საინტერესო სტუმრები ყავს, პირველი ბლოკის სტუმარი გახლავთ, ბატონი გოჩაფეფია, მეგობრებად, ცნობილი ბიზნესმენი, მეწარმე, პოლიტიკოსი და საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანი არის. და მე მადლობა მინდა გითხრათ, ბატონ გოჩა, რომ უბრალოდ დავაანონსო მინდა, რომ მეორე ბლოკში ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩამოვიდა და ის გვეყოლება და არ შემიძლია ბოდიში არ მოგიხადოთ აი ტექნიკურ ხარვეზებზე ეს რამდენიმე დღე არის. ჩვენი სიგნალი არასწორად ესე ვთქვათ პარამეტრებით გადის და ზოგან თეთრშავად გადის, ზოგან რაღაც პრობლემები აქვს, დამეწუნეთ ეს ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არის, უბრალოდ ძალიან ბევრი ახალი სიხშირეები გამოჩნდა ინტერნეტისა და რომელიღაცა ინტერნეტ პროვაიდერი გვედება ჩვენ და ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვეთ, რომ გაზომვები ჩაეტარებინა და ეს ხელშეშლა მოგვეშორებინა და იმას ვიტყოებთ, რომ ხვალისთვის ან ზეგისთვის სიგნალი გასწორდება და თქვენ გექნება საშუალება სრულფასოვნად უყუროთ ჩვენ გადაცემებს. ეხლა დაუბრუნდეთ იმ თემას, რასაც ქვია ტოტალური გაძლიერება, აი ამ ესე ვთქვათ, არის უცნაურმა ყევებმა, ბატონო გოჩა, ზარნახული გაძლიერებები გამოიწვია, წამლებზე ისეთი ფასები დაადეს, აი აშკარად გამოსაძლებელია ეს ამბავი, რომ ეს წამლები სულ ყველა 1-2 თვის წინ მაინც არის ნაყიდი. და მე აზრი არა ვარ, რატომ აკეთებენ ესე, ტოტალურად არის ყველაფერი გაძლიერებული, ბაზარში არ შეიცვლება, ფასები რაღაც საშინელი არის და მე გავიკეთე, მე არ ვიცოდი ეს ამბავი, თუ ეს ჩვენი ბედნიერი ეროვნული ბანკის მმართველი ყოველწლიურად თავის თავზე იწევს პრემიას. რაში იღებს პრემიას? იმაში, რომ ესეთ მდგომარეობაში აღარ გაქვეყანა. თქვენი აზრი როგორც პოლიტიკოსი და როგორც მეწარმე ადამიანთან, ყოველ შემთხვევაში თქვენ ძალიან მე მახსოვს, თქვენ წინასწარ გადაიხადეთ ერთი 10 წლის წინ, უშუალოდ წინასწარ გადაიხადა გადასახადი მგონი 3 თუ 4 მილიონი და სენსაცია იყო ეს ამბავი მაშინდელ ქართულ ეკონომიკაში. რატომაც აი ამ დღეში თქვენი აზრი მაინტერესებს, რატომ მოხდა ესეთი უცხადელი ვარნა, რატომ არ გაიწელა ეს დროში დაუშვათ 2-3 წელი ნელა-ნელა ყოველკვირა ეწიათ 5-10-20 წელი და არა ერთ დღეს და ერთ პარასკევ დღეს და ორშაბათ ფერი ქვეყანა საფრთხად დატოვეს. თქვენი აზრით თუ შეიძლება? მადლობთ, მაგრამ მაინც ეს წარმოვადგინა პარტია ქართულ პოლიტიკას. ქართული პოლიტიკის წარმომადგენელი მაქვს რომ იქნებ წარმოვადგინდეთ მთელი წარმომადგენლობით ყველა ნორმალური. ხალხი მაშინ განმაზოგადოთ მოდი ძალიან ბევრმა ქართულმა პატრიოტმა 90-იან წლებში სადა რომ დაესაქმებინა ხალხი. ყველა გააკოტრეს, ყველა აიძულეს რომ შეეწყვიტა ბიზნესი. ეს არის კატასტროფა. კატასტროფა დაიწყო 10-12 წლის წინ. საქმეში სწორი გააკეთეთ რომ წამოხვეწება, თუ გაიძულებენ რომ დახურო, უნდა წახვიდეთ. არა, ხშირად ადამიანთათვის ბიზნესი ეს შესაძლებელია იყოს გამოცდილებისთვის აუცილებელი და პროცესი შეიძლება იყოს საშუალებაც. ჩვენთვის მე მგონია რომ ეს ძალიან სერიოზული გამოცდილება იყო, თუმცა ეს იყო წარსულში, მაგრამ სწორედ აქედან დავიწყებ წარსულისა და დღევანდელი შედარებით ბიზნეს გარემოს ნაწილში რა. ჩვენ იმ თავისე იმ პერიოდში გეხსოვებათ თქვენი დავები, კამათები, ჩხუბები, ხელისუფლებასთან და ყველა საინტერესო ის გახლავთ, რომ ეკონომიკურ პოლიტიკას იმ პერიოდში წარმართავდა ზუსტად იგივე გუნდი, რა გუნდიც პრაქტიკულად მე ვიტყოდი ეგრეთ წოდებული გუნდი, იმიტომ რომ გუნდს რაღაც მახასიათებელი, რაღაც თვისებრიობა დადებითი ალბათ უნდა გააჩნდეს სხვანაირად, მხოლოდ სახელწოდებისთვის გუნდად წოდება, არ იქნებოდა ალბათ ვარცხებული. აბსოლუტურად იგივე წარმომადგენლობა გახდათ, ყოველ შემთხვევაში შეგახსენებთ უბრალოდ მე და ჩვენ თელემაყურებელს, თქვენ და თელემაყურებელს, რომ საგადასახადო პოლიტიკას წარმართავდა მიხეილ მაჭავარიანი, როგორც ხედავთ, იგი გახლავთ ვიცე-სპიკერი და სხვათა შორის ეკონომიკამდეც, როგორც ვიცი, მიუწვდება ხელი. იმ პერიოდისთვის წარმართავდა ფინანსთა სამინისტროს თუ არ ვცდები ნოღაიდელი. იმ პერიოდისთვის წარმართავდა ანალოგიურად რაღაც კომიტეტები იყო, იურიდიული კომიტეტები, საბიუჯეტო კომიტეტები, იგივე გურჯანაძე, რომელიც გუშინ ხელისუფლებაში იყო და ხვალ ისევ აუცილებლობა ხელისუფლებაში მოწვია ერთი სიტყვით. პოლიტიკა ჯერ ერთი საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ვერ იცვლება ეკონომიკური პოლიტიკა. ეს ერთი. და მეორე სიმხრივ ბუნებრივია იქიდან გამომდინარე ვერ იცვლება, რომ ჩვენ საერთოდ პოლიტიკა ეკონომიკაში როგორც ასეთი არ გაგვაჩნია. იმიტომ რომ ეკონომიკური პოლიტიკა იმ წარმომადგენლობისთვის და იმ პირთაწერისათვის, ვინც ხელისუფლებას წარმოადგენს, მათთვის
სწორედაც რომ მხოლოდ და მხოლოდ საშუალება გახლავთ იმისთვის, რათა იმიტირება მოახდინოს სახელმწიფოს თითქოს როგორც ასეთის არსებობისა. იმ ატრიბუტიკისთვის, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ სახელმწიფო არსებობს. სახელმწიფოს ატრიბუტიკა შემიძლია უკეთესად მოგეხსენებათ. არის გერბი, არის დროშა და ასე შემდეგ. ყველა ეს ატრიბუტი ჩვენ სახელმწიფოს გააჩნია, მაგრამ საქმეს იმაში გახლავთ, რომ შინაარსობრივად და თვისებრივად პრაქტიკულად ჩვენ სახელმწიფო აი ამ თვალსაზრისით არ გაგვაჩნია. რატომ? იმიტომ რომ მას დამოუკიდებელი თავისი პოლიტიკა ასევე ეკონომიკურ ნაწილში არ გააჩნია. თუ ადრე ჩვენ სავალუტო ფონდთან, სოფლიო ბანკთან და ამ ტიპის ორგანიზაციებთან აბსოლუტურად ზემოჩილებოდით დიქტატს, უფრო ადრე კი გოსპლანს და ასე შემდეგ, არაფერი შეცვლილა, უბრალოდ უფრო მწირია ზეგავლენა, მწირს არ ვიტყვი, უფრო შემცირდა ზეგავლენა დოზა ზეგავლენისა სოფლიო ბანკისგან, სავალუტო ფონდისგან, მაგრამ სამაგიეროდ არის უდიდესი მოკარნახეები, ასე ვთქვათ, უდიდესი დიქტანტები, უდიდესი დიქტატია აქვს ასე ვთქვათ ადგილი და სხვა შორის დიქტატორებსაც ვიტყვი ამ შემთხვევაში. იმაში, რასაც ქვია მითითებები, რომელიც დავალებები, რომელიც ვითომრჩევის სახით მოდის და რომელიც შემოიჭრა ქვეყანაში ზუსტად იმ სახით, რასაც ჩვენ ეკონომიკური ინტერვენციას ვეძახით. საიდან მოდის ეს არის განსახილველი, საიდან მოდის ეს ყველაფერი და რატომ აინტერესებს ვიღაცას, რომ საქართველოს ეკონომიკა არ გააჩნდეს. იმიტომ რომ დღეიდან მაინც არის გასააზრებელი ის, რომ განვითარების ამ ეტაპზე რა ეტაპზე და ჩვენ უკვე ვიმყოფებით და ამ ეტაპიდან აწი უკვე იქნებ უკუნისამდე, როგორც იტყვიან, იქნებ ბოლომდე, თუმცა ალბათ შეიძლება, მაგრამ დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი, სრული, რეალური, ფაქტიური დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი კრიტერიუმი და საშუალება ეს გახლავთ დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა. დამოუკიდებელი ბაზაროჩა ამას რომ ჩვენ თვითონ ვაწარმოებდეთ რაღაცას მაინც. ეს უნდა სანთებელას ვაწარმოებდეთ. აი ასანთსაც არ ვაწარმოებთ ჩვენ. ავერზის მithქვია მე რაღაცა ისეთი რომ ასანთი ავერ ვაწარმოებთ ჩვენ. რატომ ვარ სუნთლად იმპორტზე დამოკიდებული? იმიტომ მოიმოდა ხო ეს ფასები. საქმე იმაში გახლავთ რომ ქვეყანაში მაშინ როდესაც აი ასე საერთოდ უნდა დავიწყოთ ჩვენ ამაზე მსჯელობა, როდესაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, სრული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხელისუფლება არ დგას სახელმწიფოს სათავეში, მე არ მინდა ვთქვა ქვეყნის სათავეში, თქო სახელმწიფოს სათავეში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ უკვე ვთქვით ამაზე ჩვენ რა, ასეთ შემთხვევაში მათ რა თქმა უნდა ის ელემენტარული რამ, რასაც სურვილი ქვია, არ უჩნდებათ, რომ ეს გზა ეკონომიკის დამოუკიდებელი ეკონომიკის მოპოვების გზით გაუყენონ სრულ და ფაქტიურ პოლიტიკურ ყველანაირ თვალსაზრისით დამოუკიდებლობის გზას. შესაბამისად, ის მარტივი მიმართულებები ბიზნესში ან ეკონომიკაში, რაც ხო თქვენ თქვით, ეს იქნება მსუბუქი მრეწველობა, მრეწველობითაც არა ვართ ჩვენ ასე ვთქვათ, როგორ გიხართ, ხელდამშვენებულები ვართ შესაძლებლობებით, მაგრამ არანაირად უკვე ჩვენ ხელთ არაფერი არ გვიწყრია, ანუ იმდენად რამდენადაც ნედლეული ჩვენი არ არის, რისგანაც ეს ყველაფერი უნდა წარმოებდეს, ფაბრიკა ქარხნები ჩვენი არ არის, პორტები ჩვენი არ არის. ანუ ერთი სიტყვით ეს ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგად, ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად გაიყიდა და აი გაყიდვის შედეგი გახლავთ ის, რომ ქვეყანაში ის ბიზნესი, თუნდაც მცირე ბიზნესის დონეზე, რომელსაც ქვეყანაში მიუხედავად ამ ყველაფრისა შეუძლია ნორმალურ კალაპოტში ჩააყენოს, ვერ დგება. როგორ შეგვიძლია ჩვენ წარმართოთ დამოუკიდებლად ვაწარმოოთ დაუშვათ იგივე თუნდაც წყალი, ასე ვთქვათ. მაშინ როდესაც ჩვენ წყლის დებეტი ეს იქნება მინერალური წყალი თუ სხვა პრაქტიკულად გასხვისებული და გაყიდული გვაქვს. როგორ შეგვიძლია ჩვენ ვაწარმოოთ დაუშვათ ასანთი, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობთ, სანთებელ აქცენტს, მაგრამ ასანთით დავიწყოთ, როდესაც ჩვენ ყეები გასხვისებული გვაქვს და ასე შემდეგ. ანუ ერთი სიტყვით მე უცებ შედარებას გავაკეთებ, შედარებას კი არ გავაკეთებ და მიუახლოვებ ერთმანეთს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ნაწილს და მინდა ვთქვა, რომ
ეს ყველაფერი ოპოზიცია თუ არა ოპოზიცია თუ ასე ვთქვათ პროტესტი გამოიხატებოდა თუ არ გამოიხატებოდა, ყველა შემთხვევაში ეს სოციალური ფონი, ეს ეკონომიკური მდგომარეობა ასეთი იქნებოდა და ასეთი მიიღებოდა. შედეგი ყველა შემთხვევაში ასე დადგებოდა. ანუ არავის როლი იმაში არ უთამაშნია, რომ ქვეყანა უკვე ასეთად გამოჩნდა. აი ახლა იწყება ნგრევის პროცესი. ახლა იწყება